გამარჯობა. ამ ვიდეოში მინდა რომ string-ის მეთოდები განვიხილოთ. String-ის მეთოდები რამდენიმე ჩვენ ვიცით. მაგალითად, მოდით დავწეროთ რაიმე string-ი. დავუშვათ Python-ი, ბოდიში ლისტი არ გვინდა, string-ი გვინდა და დავპრინტოთ მაგალითად s1.upper. ეს ვიცით რაც საკეთებს, ანუ ყველა ასოს აი აქ გაგვიდიდებს რაც ჩვენ string-ში გვაქვს მოცემული. აი დიდი ასოებით დაგვიბრუნა. ოღონდ ერთ რაღაცას უნდა მივაქციოთ ყურადღება, ნახეთ განსხვავებით ლისტისგან, რომ my list 1 2 3. აქ რო ჩვენ ცვლილება შევქონდა, აი დავუშვათ append მეთოდით, ხო? ლისტსაც ხო გვაქვს თავის მეთოდები, აი 4-იანი რო დავამატო მე ამ ლისტს და მე რო გამოვპრინტო my list-ი, ნახეთ ლისტი შეიცვალა თვითონ. აი აქ my list-ი, ანუ ეს ცვლადი შეიცვალა და მასში დაემატა აი ეს ელემენტი. მაგრამ როდესაც ჩვენ მაგრამ string-ების შემთხვევაში, აი ხა upper მეთოდი რო გავაკეთეთ ჩვენ აქ, ნახეთ აი შევამოწმოთ, აბა s1-ს რა დაემართა. s1-იც შეიცვალა და გახდა ყველაფერი დიდი ასოებით დაიწერა თუ არ დაიწერა. აი ჩვენ რომ ნახოთ, ნახეთ აი ეს არის s1, ხო? ანუ s1 არ შეცვლილა. s1 არის ისევ პატარა ასოებით დაწერილი Python-ი. აი ეს არის მნიშვნელოვანი განსხვავება. ნახეთ, string-ი არის immutable. ანუ string-ში ჩვენ ცვლილებას შიგნით ვერ შევიტანთ აი ამაში რა. s1 ცვლადი არ შეიცვლება, თუნდაც აი რაღაც მეთოდები გამოვიყენოთ. მაგრამ list-ის შემთხვევაში, ვინაიდან list-ი არის mutable, ანუ ცვალებადი. list-ში როცა შეგვაქვს აი append მეთოდის ცვლილება, თვითონ list-ი იცვლება, ანუ ეს ცვლადი შეიცვალა. მაგრამ ეს აი ამ მეთოდმა არ შეცვალა string-ი. ეს აუცილებლად უნდა გვახსოვდეს. ეხლა ჩვენ თუ გვინდა რომ დავიმახსოვროთ აი ეს დიდი ასოების დაწერილი Python-ი, შეგვიძლია შევქმნათ რაიმე ცვლადი, მაგალითად s1 upper პირობითად და აი ეხლა მე აქ დავიმახსოვრე ეს დიდი ასო, ანუ რო არ დავკარგო, ხო? ანუ მარტო პრინტისთვის კი არ გამოვიყენო, არამედ დავშვათ გავადიდო ეს ასოები და მე შემიძლია შევინახო ამ ცვლადში. ეხლა მე თუ ამას დავბეჭდავ, მაშინ კი ბატონო, აქ დიდი ასოებით დაწერილი string-ი მექნება, მაგრამ კიდევ ერთხელ დავაკვირდეთ, s1 არ შეცვლილა. s1 ისე პატარა ასოებით დაწერილი string-ი არის. აი ეს არის ეს მნიშვნელოვანი განსხვავება list-სა და string-ს შორის. მოკლედ, string-ი არის immutable, ანუ უცვლელი და list-ი არის mutable, ანუ list-ი გარკვეულ მუტაციას განიცდის. ხო, ცვალებადი არის, ანუ როცა ჩვენ დავამატეთ append მეთოდით, თვითონ ცვლადიც შეიცვალა. კარგით, მოდი ახლა გავაგრძელოთ სხვა მეთოდები ვნახოთ, კიდევ რა გვაქვს string-ში. მაგალითად, ვნახოთ პრინციპში ესეც ჩვენთვის ნაცნობი lower-ი, ხო? Lower-ი რას აკეთებდა? აპატარავებდა ყველა ასოს ჩვენს string-ში, ხო? აი პატარა ასოებით დაგვიბრუნა უკან. ჩვენ ასევე ვიცით capitalize, ეს რას აკეთებს? პატარა ასოების დაწერილ string-ში პირველ ასობგერას ადიდებს, ხო? აი რომ დავბეჭდოთ p დაგვიბეჭდა დიდი ასოთი. აქვე გვაქვს title. Title რას აკეთებს? ეხლა რო გავუშვა იგივე სიზამს, რასაც capitalize გააკეთა, მაგრამ capitalize-მა გაგვიკეთა, მაგრამ აქ რო დავამატოთ ჩვენ Python is the best. ამ შემთხვევაში ნახეთ title გაადიდებს ყველა პირველ ასობგერას ჩვენს string-ში. კარგი, ასევე გავიხსენოთ, რაც გავაკეთეთ, რაც განვიხილეთ ლექციაზე, მაგალითად strip-ი. Strip-ი რას აკეთებს, ხო? ანუ აი აქ რომ აი ესეთი space-ები მქონდეს, ამ space-ებს ჩამოაშორებს ჩვენს string-ს. აი რომ გავუშვათ, ნახეთ, აქეთ ამ მხარეს მე space-ები აღარ მაქვს. და რაც აქეთ ამ მხარეს აღარ მაქვს. უბრალოდ მარჯვენა მხარეს ვერ დავინახავთ, მაგრამ მარცხნივაც წაშალა space-ები. აი ჩვენ რო არ ქონოდა აქ ეს strip-ი, აი ნახეთ როგორ დაიბეჭდებოდა ჩვენი s1, აი space-ებით დაიბეჭდებოდა. Strip-ი აშორებს space-ებს. მაგრამ არამატო space-ებს აშორებს, აი ნახეთ, მაგალითად კონდეს აქ s2 და ეს იყოს, ესე Python-ი იყოს. ნახეთ, აქ ჩვენ შეგვიძლია ესეთი რაღაცა დავწეროთ, ხო? ეს რას ნიშნავს, შეგახსენებთ, new line character-ი არის. აი გავუშვათ ახლა ჩვენ ეს კოდი. ჯერჯერობით s1-ს ვბეჭდავ. გავუშვათ ეს კოდი და აი ნახეთ, ხო, ეს არ დამიბეჭდი ასე და print s2. რა შეგვეშალა? print
S2, ხო, აქ არის რაღაცა უცნაურობები. არ გვინდა მოდი ეგ. კარგი, აი ესეთი რაღაცა დავუბეჭდოთ. გავუშვათ ეს კოდი და ნახეთ, Python-ი დაიბეჭდა, აი ამის დამსახურებით, S2 გამოიბეჭდა და შუაში გვაქვს space. და შემდეგ დაიბეჭდა ეს. ანუ new line character-მა მოკლედ სანამ აი ამას დაბეჭდავდა, იქამდე new line-მა space-ი დაამატა, უფრო ზუსტად, ხო, სივრცე დაამატა აი ზედასა და ქვედას შორის. strip-ი აი ამ new line character-საც აშორებს. აი ნახეთ, მე რომ strip-ი გავაკეთო, S1 რო გავსტრიპოთ და ეს რო გავუშვათ, აი ნახეთ, აქ space-ი აღარ გვაქვს ჩვენ. ასევე ნახეთ, გვაქვს კიდე ესეთი. ეს აკეთებს, ესეც აჩენს, ნახეთ როგორ space-ებს. აი ნახეთ, ესეთი space-ები გვაქვს. მოკლედ აი ამ ტაბი ქვია ამას, აი ამ ტაბით გამოწვეულ space-ებსაც აშორებს ჩვენი strip-ი. ახლა რო გავუშვათ, ეს space-ები აღარ გვაქვს. კარგი, მოკლედ უბრალოდ რომ გახსოვდეთ, რომ მარტო ესეთ space-ებს არ აშორებს strip-ი. ეხლა მოდი განვიხილოთ ბანემ რახან strip-ზე ვლაპარაკობთ. მოდი ესენი აღარ გვინდა ცოტა ხნით. აი ნახეთ, ჩვენ შეგვიძლია რომ მარტო მარჯვენა მხარეს მოვაშოროთ space-ები. ასევე new line-ებიც შეგვიძლია. აი რო გავუშვათ ეს ხო, ბოდიში ეს აშორებს მარჯვენას, ხო? R, ანუ right, ანუ აქეთ ამ მხარეს რო კონდეს space-ები, მაგას მოაშორებდა ეს. ნუ რო გავუშვათ, ახლა პრინციპში ვერ ვნახავთ, ახლა აქეთ რო space-ები მოშორდა, მაგრამ აი გვაქვს ასევე L strip-ი და L strip-ი აშორებს აქეთ ამ მხარეს space-ებს, აი. აქეთ ამ მხარეს space-ები აღარ გვაქვს. კარგი, ეს იყო strip-ების შესახებ. გავიხსენოთ ასევე replace-ი. მოდი replace-ს გადავცეთ პირველ არგუმენტად, მოდი space-ი გადავცეთ და აი ყველგან სადაც კი space-ია, ჩაგვინაცვლოს ეგ ჩვენ დავუშვათ pipkit. replace-ი რას აკეთებს? აი ამ პირველ არგუმენტს, ამ შემთხვევაში space, ჩაანაცვლებს pipkit. ეს კოდი რო გავუშვათ, აი ყველგან სადაც კი space-ია, მათ შორის აი აქაც, ხო, აი ამ ეებში. ყველგან ჩაგვიმატა pipki. ჩვენ ცხადია შეგვიძლია მაგალითად აი pias obgera ჩავანაცვლოთ დავუშვათ არის city მაგალითად რომ გავუშვათ აი ნახეთ სადაც გვეწერა Python-ი იქ დაგვეწერა ეხა Cython ისეთი რაღაც. კარგი, ეს არის replace. შემდეგი მეთოდი მოდი იყოს split-ი. split-ი რას აკეთებს? მოდი ესეთი ვერსია გქონდეს და მოდი ესე გავუშვათ და შევხედოთ რასაც გააკეთებს split-ი. ნახეთ, აი ესეთი ლისტი დაგვიბრუნა უკან. ამას მიაქციეთ ყურადღება. split-ი გვიბრუნებს ლისტს. default-ად, ქარხნულად split-ი split-ავს, თუ რა ვიცი, გახლეჩს, მოკლედ, აი ამ ჩვენს strings space-ების ადგილას, აი ამ ეებში. და ნახეთ, აი ესეთი ლისტი დაგვიბრუნა. Python is the best, ხო, რაც გვიწერია. space-ების ადგილას გახლიჩა და მოკლედ აი ესეთი რაღაცა მოგცა. მაგრამ ჩვენ შეგვიძლია მიუთითოთ კონკრეტულად როგორ გვინდა რომ ეს ტექსტი გაგვიხლიჩოს. აი მაგალითად, აქ რომ მძიმეები მეწეროს. მაგალითად და აქ გადავცე არგუმენტად მძიმე, მაშინ ამას გახლეჩდა სადაც მძიმეებია იქ. ნუ ცხადია რომ ეს მძიმე აქ რომ მქონდეს მე აი ნახეთ, მაგასაც გახლეჩდა, ანუ ერთი მხრივ ამას ცალკე გამოიკვიტანს და ამას კიდე ცალკე, აი აქ. ხო? კარგი. და დავუშვათ აი ესეთი ვერსია რო გქონდეს, მძიმე და space-ები. ეხლა რო გავუშვათ კოდი, რა გვექნება, ხო? აი ეს space-ები დარჩება. ამ მძიმეებთან გახლიჩა, მაგრამ ეს space-ები დაგვრჩა. ნუ ესეთ დროს მძიმეს და space მოვაშორებდით. ხო, აი ერთად, ანუ მძიმეს და space ერთად გადავცემდით მოკლედ ამას split მეთოდს და რო გავუშვებდით, აი ზუსტად ეს რა ცალ-ცალკე სიტყვებს ჩაგვისვამდა list-ში, ხო? ნუ აუცილებლად გახსოვდეთ, რომ split-ი აბრუნებს list-ს. მაგალითად, ეს რო ჩვენ შევინახოთ split S1, მოდი ესეთ ცვლადში რო შევინახოთ და მე დავუბეჭდოთ print type split S1. გვეტყვის რომ ეს არის ლისტი.
რაც ნამდვილად ეგრე არის. კარგი. შემდეგი, მოდი ეხლა განვიხილოთ ესეთი ფუნქცია, ესეთი მეთოდი უბრალოდ. ნახეთ, გქონდეს, მოდი join-ი. ოღონდ ამისთვის დავბეჭდოთ რაიმე ლისტი შევქმნათ, მოდი. 1 2 3 იყოს და ნახეთ რას გავაკეთებ ახლა მე. print აი ესეთ ფრჩხალებს გავაკეთებ. join და joins აი აქ ფრჩხილებში გადავცემ alerts. ჯერ ვნახოთ ახლა ეს რა შედეგს მოგცემს და მე დავხსნათ. გავუშვათ, ბოდიში რაღაც შეგვიშალა. ბოდიში აქ უნდა იყოს string-ები. ჩვენ string-ის მეთოდებზე ვსაუბრობთ. ეს არ მუშაობს int-ებზე. join-ი არის string-ის მეთოდი. აი ეს რაღაც რო გქონდეს და ეს რო გავუშვათ, ნახეთ, 1 2 3 დაგვიბეჭდა. დააჯოინა, გააერთიანა აი ეს ყველაფერი და მაგ სახით დაგვიბრუნა უკან string-ის სახით. ეს არის string-ი. აი უფრო გასაგები რო იყოს, ნახეთ აქ space-ს ჩავსვამ ახლა მე. და separate აი ამათ განმაცალკევებლად გამოიყენებს ახლა space-ებს. ნახეთ, აი რო დავბეჭდოთ, ნახეთ აი ესეთი შედეგი მოგცა. ხო, მათ შორის space-ები ჩასვა. შეგვიძლია აი მძიმეებით გამიჯნული აი ეს ნახეთ გამიჯნავს მძიმეებით, გააერთიანებს მე ყველაფერს და დაგვიბრუნებს უკან string-ის სახით. აი ნახეთ ახლა მძიმეები გვაქვს აქ. ნუ შეგვიძლია მძიმე და space გქონდეს უფრო უგეცად აღქმადი რო იყოს. კარგით, ეხლა ნახეთ აქ რა არის მნიშვნელოვანი, joins უნდა გადავცეთ ჩვენ ლისტი, რომელიც შეიცავს integer-ებს. აი მხოლოდ ამ შემთხვევაში მუშაობს join. ჩვენ მაგალითად ეხლა აქ რო გქონდეს ხო ჩვენ ნახეთ აქ მე ხო გადავეცე ეს ლისტი. მე ესეც შემეძლო რომ დამეწერა, ნახეთ აი აქ რო დამეწერა ლისტი. აი ეს. და ეს საერთოდ არ მქონოდა პირობითად. ამ შემთხვევაშიც იგივე გავაკეთეთ ჩვენ, ნახეთ join მეთოდს, ნახეთ ფრჩხილებში, თავის ფრჩხილებში. გადავეცი ლისტი. ეს არის ზუსტად იგივე. აი აქ რო alert-ი მიწერია, რომელიც ამ ლისტს უდრის და ანუ მნიშვნელობა რა, ნახეთ აი აქ რომ ეს alert-ი გადავეცი, მოკლედ ეს არის ზუსტად იგივე პროცესი, აი პირდაპირ მე ხელით აი აქ ჩამეწერა ეს. უბრალოდ აი სინტაქსური ნიუანსია და მაგასაც დააკვირდით. აი ზუსტად იგივე შედეგი მოგცა. კარგი. ეხლა მოდი განვიხილოთ find მეთოდი. მოდი გქონდეს ისევ s1 და ეს იყოს hello world და დავწეროთ s1 find. დავუშვათ ჩვენ გვაინტერესებს აი ამ r-ის ინდექსი. ნახეთ აქ მე r ასოს გადავცემ find მეთოდს. შემდეგ დავბეჭდოთ ჩვენი შედეგი ტერმინალში და ნახეთ აი დაგვიბრუნა პასუხად 8-იანი. შეგახსენებთ რომ string-იც არის ისევე ინდექსირებული როგორც ლისტი, როგორც tuple და სხვა. h-ი იმყოფება მენოლე ინდექსზე, აი ეს g-ი იმყოფება პირველ ინდექსზე, შემდეგ 2 3 4 5 6 7 და მერვე არის r-ი. ხო, აქაც ინდექსაცია მოკლედ როგორც შემჩნიათ 0-დან იწყება. r-ი ყოფილა მერვე ინდექსზე, რაც დაგვიბრუნა ჩვენ find ფუნქცია. კაი, მოდი ახლა რამე ისეთი გადავცეთ, რაც არა გვაქვს ჩვენ ამ string-ში, მაგალითად m-ი და ვნახოთ ახლა რას გვიბრუნებს, ნახეთ -1 გვიბრუნებს. აი ეს როგორ შეგვიძლია ჩვენ გამოვიყენოთ, ამას ამ წუთას აქ არ გავარჩევ. მაგრამ ნახეთ გაჩვენებთ კიდე ერთ თითქმის ანალოგიურ მეთოდს, index, აი ესეთ მეთოდს. ესეც თითქმის პრინციპში იგივეს აკეთებს, აი მე რო ახლა ამას გადავცე, აი ესეთი e. გვეტყვის რომელი ინდექსზე მდებარეობს ის, პირველ ინდექსზე. მაგრამ ნახეთ რა განსხვავება არის find-სა და index შორის. ჩვენ რო აქ გადავცეთ მას m-ი, რომელიც არ აქვს ამ string-ში. და ეს კოდი რო გავუშვათ, index გავყავართ error-ზე. როცა ისეთი რაღაცის მოძებნას ვთხოვთ, რაც არ აქვს ამ string-ში. და find-ი ესეთ შემთხვევაში გვიბრუნებს -1-ს. ეს ამ ეტაპზე ესე დაიმახსოვრეთ, მერე ჩვენ ვნახავთ როგორ შეიძლება გამოვიყენოთ აი ეს ცოდნა, რომ -1 გვიბრუნებს უკან. კარგი. მოდი აქვე განვიხილოთ count მეთოდი.
count და მოდი ამას გადავცეთ. მაგალითად, რამდენი O ასობგირა გვაქვს აი ამ string-ში. დაგვითვლის count-ი და აი პასუხი დაგვიბრუნა 2. მე რო კიდე მქონოდა აქ აი რა ვიცი რამდენიმე O, მაგასაც დაითვლიდა და დაგვიბრუნებდა უკან პასუხს. კარგი. ასევე string-ებში გვაქვს starts with ესეთი ფუნქცია. ამას ჩვენ რო გადავცეთ და უშუალოდ h-ი, ხო? starts with, ანუ რითი იწყება ეს string-ი. აი დავუშვათ გვაინტერესებს ეს string-ი იწყება თუ არა h-ით. რო გავუშვებთ პასუხს დაგვიბრუნა true. ანუ ეს ყოფილა ჭეშმარიტი. აქვე გვაქვს ჩვენ ends with ესეთი მეთოდიც. ეს ამოწმებს იწყება მთავრდება თუ არა ეს string-ი, რა ვიცი, მაგალითად O-ს თუ გადავცემთ, გვეტყვის რომ true არის, ნამდვილად ეს მთავრდება. თუ გადავცემთ მაგალითად m-ს, ამაზე გვეტყვის რომ m-ით არ მთავრდება ეს string-ი, ანუ false არის. ანალოგიურად false-ს აგდებს starts with-ი თუ დავუშვათ h-ს კი არა, რამე სხვას გადავცემდით, ხო? starts with. აქ რო ჩვენ space-ი ვქონოდა, და აქ მაგალითად O გადაგვეცა, ხო? ესეთ დროს ეს არ შეგეშალოთ, ნახეთ, რო გავუშვათ false-ს აბრუნებს, იმიტომ რომ 4 არ მთავრდება ეს string-ი. ეს string-ი მთავრდება space-ით. აქ რო space-ი ჩაგვესვა, მაშინ გვეტყოდა რომ ეს არის ჭეშმარიტი. კარგი. კიდევ ერთი მეთოდი განვიხილოთ. ეს არის ნახეთ, ეს ერთი is alpha და ეს რო გავუშვათ, მოდი პირველ რიგში ნახეთ, false-ი დაგვიბრუნა პასუხად. და რატო? is alpha მეთოდი ამოწმებს ყველა ასობგერა აი ამ string-ში არის თუ არა ნამდვილად ასობგერა, ხო? და რატო დაგვიბრუნა ამ შემთხვევაში false? იმიტომ რომ ბოლოში გვაქვს space-ი, რომელიც არ არის ასობგერა. ეს რო ჩვენ წავუშალოთ და ეხლა გავუშვათ. ერთი წუთი. ხო, აქაც გვაქვს space-ები, ბოდიში, აქაც არის space-ები, ამიტომ დაგვიბრუნა false. მოკლედ, აი არანაირი space არ უნდა გქონდეს და აი ამ შემთხვევაში რო გავუშვებთ, დაგვიბრუნებს true-ს. ჩვენ რო აქ გქონოდა, ну space-ები ვნახეთ, აი სხვა სიმბოლო რომ გქონდეს, მაშინაც false დააბრუნებს. ციფრი რომ გქონდეს, მაშინაც false დააბრუნებს. ხო, ეს მეთოდი true-ს აბრუნებს მარტო იმ შემთხვევაში, თუ ყველაფერი აქ არის ასობგერა. აი ეს. კარგი. ну ანალოგიურად გვაქვს, აი ნახეთ, is digit. ეს უკვე ამოწმებს ყველაფერი ამ string-ში არის თუ არა ციფრი. აი მაგალითად ამ შემთხვევაში დაგვიბრუნებდა true-ს. თუ რაიმე ასობგერა გვექნებოდა, მაშინ დაგვიბრუნებდა false, იმიტომ რომ ყველაფერი არ არის ციფრი. is digit მაგას ამოწმებს. ყველაფერი არის თუ არა ციფრი. აქ რო space-ი გვქონოდა, მოკლედ მაგ შემთხვევაშიც false დააბრუნებდა, იმიტომ რომ space-ი არ არის ციფრი და ასე შემდეგ. ხო, რა ვიცი, თუ გინდათ ესენიც გადავამოწმოთ, აი new line character-ებზე რა შვება. ამ შემთხვევაშიც false-ს აბრუნებს, ხო? ამას ხო თავის დატვირთვა აქვს, რომელიც ვნახეთ. კარგი. და ასევე მოდი აქვე განვიხილოთ is is al num, აი ესეთი მეთოდი. ნახეთ ეს რას აკეთებს, ეხლა აქა მოდი გქონდეს ესეთი string-ი python 1 2 3. გავუშვათ ეს string-ი და ნახეთ დაგვიბრუნა true. აქ რო ჩვენ გქონდეს მაგალითად space-ი, მაგ შემთხვევაში დააბრუნა false. მოკლედ is al num არის შემოკლებული სახელი is ესეთი რაღაც არის is alphanumeric. აი al არის alpha, num არის alphanumeric. მოკლედ is al num საინტერესებს ყველაფერი რაც აქ არის, ნახეთ true-ს აბრუნებს იმ შემთხვევაში, თუ აქ გვაქვს მოცემული ასოები და ციფრები. ასოები ან ციფრები, ან ციფრები, ანუ ასოები და ციფრები კი არა, ასოები ან ციფრები. აი ნახეთ, მაგალითად, ამ შემთხვევაში აბრუნებს true-ს. კი ბატონო, იმიტომ რომ ასოებიც გვაქვს, ციფრებიც გვაქვს. ჩვენ რო ქონოდა მარტო ასობგერები, ამ შემთხვევაში true-ს დააბრუნებდა და ჩვენ რო ქონოდა მარტო ციფრები, ამ შემთხვევაშიც აბრუნებს true-ს. მაგრამ ის false აბრუნებს მაშინ, როცა გვაქვს რამე განსხვავებული გარდა ასოებისა და ციფრებისა. რა არის ეს რამე განსხვავებული? მაგალითად ფიფკი. დაგვიბრუნა false.
ან space. ამ შემთხვევაში დააბრუნებს false. კარგი, მე მგონი ესეც გასაგებია. ხო, ნუ აქვე არის is space, is space. ეს გავუშვათ ახლა ჩვენი აი ამ შემთხვევაში დაგვიბრუნა true, იმიტომ რომ აქ space-ია. ცარიელი რომ ყოფილიყო დააბრუნა და false, იმიტომ რომ აქ space-ი არ გვაქვს, შესაბამისად დააბრუნა false-ი. ანუ ციფრი რო იყოს დაგვიბრუნა და false, იმიტომ რომ is space-ი true-ს აბრუნებს მაშინ და მხოლოდ მაშინ თუ აქ ყველაფერი არის space. ამ შემთხვევაში დააბრუნა true. შეიძლება რამდენიმე space-ი იყოს, როგორც აქ, ან შეიძლება ერთი space-ი იყოს, ან ორი space-ი. მაგ შემთხვევაში true-ს აბრუნებს. კარგი. მოდი ახლა განვიხილოთ ესეთი მაგალითად swap მოდი კონდეს რაღაცა ესეთი ცვლადი და მოდი იასობგერა იყოს დიდი და ნახოთ swap case მეთოდი რას აკეთებს აი რომ გავუშვათ ნახეთ ის ასობგერა რომელიც დიდი იყო დააპატარავა და ის ასობგერები რომლებიც პატარა იყო გაგვიდიდა აი ამას აკეთებს swap case ცვლის case-ებს ანუ case ანუ ასოების სიდიდეს ხო კარგი მოდი ასევე განვიხილოთ ესეთი რაღაცა ნახეთ z-fill აი ესეთი რაღაცა კონდეს და ამას გადავცეთ მოდი 7 ეხლა ნახეთ ეს რას აკეთებს აი აქ დაგვიმატა ერთი 0 ეხლა რატო 7 რო გადავეცით z-fills ეს ნიშნავს რომ ჩვენ ჯამში გვინდა რომ აი აქ დაიბეჭდოს 7 სიმბოლო 6 სიმბოლო უკავია თვითონ ამ სიტყვას Python-ს და აი აქ დასაწყისში ჩავგიმატა 0 იმიტომ რომ z-fill რეალურად ნიშნავს 0-fill ანუ ნულებით გაავსეო ცარიელი ადგილი აი რაღაც ეგეც ვეუბნებით მე რო აქ 8-იანი გადამეცა ეხლა ნახეთ რა მოხდებოდა ეხლა აქ ჯამში არის 8 სიმბოლო ისევ და ისევ 6 სიმბოლო აი რო დავთვალოთ ხო უკავია Python-ს და 2 სიმბოლო გვჭება და აი მაგ 2 სიმბოლოს წერს აი ეს ავსებს ნულებით ან ცარიელ ადგილებს ავსებს ნულებით 10 რო ქონოდა შესაბამისად გვექნებოდა 4 0 იმიტომ რომ 6 უკავია Python-ს და 10-მდე დაგვრჩა აი ამ 10-მდე დაგვრჩა 4 0 კარგი ნუ ესეც ხო ნუ პრინციპში არის გამოყენებადი ასე თუ ისე მოდი ახლა განვიხილოთ აი ესეთი air just მოდი ჯერ center-ი განვიხილოთ უფრო ადვილი არის გავუშვათ ეს კოდი და ხო აქ მეორე პარამეტრი არ გადამიცია და default-ად space-ებს აკეთებს. ნახეთ აქ რომ ჩვენ გადავცეთ, აი pip-ები გადავცეთ მოდი ისევ. ოღონდ არ ვართ შეზღუდულები, არც წინა მეთოდში და არც აქ pip-ებს გადავცემთ თუ რა. ხარ წინა ნულებით ავსებს ბოდიში, მან შეზღუდული ვართ რა თქმა უნდა. ხო აქ არა ვართ შეზღუდული, შეგვიძლია გადავცეთ მაგალითად ესეც და ნახეთ რას აკეთებს. ჩვენ ვუთხარით ახლა ამ center მეთოდს რომ ჯამში მე მინდა აქ დაიბეჭდოს 10 სიმბოლო ნუ აქედან ახლა ეს ერთ ცვლაც ანუ Python-ს უკავია 6 და თან გაცენტრა ეს ჩვენი Python-ი და აქეთ იქიდან დაამატა აი ეს სიმბოლოები ახლა 6 თუ Python-ს აი ამ სიტყვას უკავია 4 ადგილი დარჩა შესავსები ხო ნახეთ 2 აქეთ დაამატა და 2 აქეთ იმიტომ რომ center ფუნქცია თან ცენტრავს შუაში მოაქცევს ჩვენს strings ასევე ჩვენ გვაქვს l-just-ი l-just-ი აკეთებს ესეთ რაღაცას ჩვენს strings მოაქცევს მარცხნივ და აი აქეთ ცარიელ ადგილებში ჩაწერს ამას ნუ რატო გვაქვს ცარიელი ადგილები იმიტომ რომ ჩვენ დავწერეთ აქ 10 აი ეს აი ამითი ვუთხარით რომ ჯამში მინდა 10 სიმბოლო იყოს ჩემს ცვლადს ანუ ეს ერთს უკავია 6 დარჩა 4 ეგენი გამივსე ამითი შეგვიძლია სხვა რაღაცით გავავსოთ ეგ ადგილები მაგაში შეზღუდული არ ან მაგალითად თუ საერთოდ არაფერს დავწერთ აქ მაშინ ნუ space-ებს დაწერს პრინციპში რომელსაც ვერ ვნახავთ ამიტომ მოდი რა იმე გადავცეთ ავიც თქვათ აი ხო შეიძლება 9-იანიც გადასცეთ და მაშინ 9-იანით გავავსებს კარგი
და ვნახოთ აქვე write just. ამ შემთხვევაში ცოტა უფრო აზრიანია space-ის გამოყენება შედარებით. ნახეთ write just-ი, ანუ air just-ი ჩვენს strings მოაქცევს მარჯვენა მხარეს და აი ამ ადგილებში ახლა ჩაგვიწერა space-ები. მაგალითად თუ გვინდა რომ დაგვიწეროს აი ტირეები, მაშინ აი ესეთ რაღაცას მივიღებთ, ანუ ფიფკებზეც მუშაობს და ასე შემდეგ. კარგი, მე მგონი ეს გავდა ერთმანეთს და ვფიქრობ რომ გასაგებია. და აი მოდი აქვე განვიხილოთ ჩვენი კიდე ერთი მაგალითად აქ დავწეროთ მოდი Python დიდი ასოებით და მოდი გქონდეს ასეთი მეთოდი casefold-ი. ეს ფრჩხილები არ დაგავიწყდეთ ხოლმე ბოლოში. casefold-ი რას აკეთებს ნახეთ, ესეც აპატარავებს აი ამას ოპერებს. მსგავსად lower-ისა, on casefold-ი ასე ვთქვათ კიდევ უფრო ძლიერი არის, ანუ უფრო მეტი რაღაცა შეუძლია მას, ვიდრე lowers. ნუ რა შეუძლია მაგას ახლა ვერ აგიხსნით, აი კიდე რაღაცების ცოდნა გვინდა და მე კი ვნახავდით პრინციპში. მაგრამ ნუ ჯერჯერობით ახლა თქვენ თუ დაგჭირდათ ყველა ასობგერის დაპატარავება, მოკლედ გამოიყენეთ lower-ი. casefold-ი ჯერჯერობით არ გინდათ, იმიტომ რომ რახან არ ვიცით კიდე რას შვება casefold-ი, შეიძლება სურპრიზები დაგხვდეთ და აი ამიტომ. კარგი, ეს იყო პრინციპში, რაც მინდოდა ამ ვიდეოთი თქვენთვის მეთქვა. ხო, ახლა რამდენად ეს არის, ხო, აუცილებელი რომ ყველაფერი გახსოვდეთ. ეს რაღაცეები არის პრინციპში ჩემი აზრით ყველაზე ხშირად გამოყენებული მეთოდები და იმდენჯერ გამოვიყენებთ ჩვენც რომ დაგამახსოვრდებათ. აი ისევე როგორც პრინტი გახსოვთ, ხო და არ დაგავიწყდებათ მე მგონი არასდროს. იმდენად ხშირად ვიყენებთ რომ ძალიან დაბალი შანსია რომ პრინტი დაგავიწყდეთ. თუმცა არის რაღაცები, შეიძლება ახლა მაგალითად მე აი თუ გინდათ გეტყვით რა მავიწყდება ხოლმე ხშირად. აი აქ რო გქონდა ჩვენ l-just-ი, ხო? ნუ ახლა მახსოვს, მაგრამ მახსოვს რომ თავის დროზე ხშირად მეშლებოდა ხოლმე. მავიწყდებოდა ხოლმე, აი აქ რო გადავცე დავუშვათ 10 და მე მოდი ფიფკები იყოს. ანუ ეხლა ეს l-just-ი აი ამ ჩემს Python-ს site წაიღებს, მარცხენა მხარეს დატოვებს ჩემს Python-ს და მარჯვენა მხარეს შეავსებს ფიფკებით. ხო, ნუ ამ შემთხვევაში ეგრე ხდება. თუ პირიქით, ფიფკებს დაწერს აი აქ და ჩემს სვლაც, ჩემს strings წაიღებს მარჯვნივ. ხო, აი l-just-ი თვითონ ეს სახელი თითქოს არ გვეუბნება მაგას, ხო? ანუ ჩემს დაწერილ strings, ნუ გასაგებია რომ მარცხნივ წაიღებს რაღაცას, მაგრამ ჩემ დაწერილ strings წაიღებს თუ ფიფკებს. მოკლედ აი მახსოვს რომ ამის დამახსოვრებაზე მქონდა ხოლმე ის. რამდენჯერმე შემშლია. ნუ ესეთ დროს ცხადია, აუცილებლად შეგიძლიათ თავის დაგუგლოთ, ან დატესტოთ უცებ რა როგორ არის, ნუ არ არის პრობლემა თუ ეს ერთბაშად ვერ შეძლებთ ამის დამახსოვრებას. კარგი, მე მინდა რომ ეს ვიდეო ცხადია ბოლომდე ნახოთ, იმედია რომ ბოლომდე ნახეთ და ანალოგიურ ვიდეოებს აგიწერთ დიქშენერებზეც და სეტებზეც, როცა გადავალთ სეტებზე. კარგი, მოდი ამით დაგემშვიდობებით.